თუ შენი შვილი თამაშობს Roblox, რასაც ახლა გეტყვი, შეიძლება ძალიან არ მოგეწონოს. ამ ვიდეოს მოусმინე დეტალურად, რადგან ეს შენთვის, როგორც მშობლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. Roblox-ი გარედან ჩვეულებრივი საბავშვო თამაში ჩანს. ფერადი პერსონაჟები, ბავშვური გრაფიკა და თამაში, რომელიც თითქოს Lego-ს სამყაროს მსგავსია. ამიტომაც ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ მათი შვილი უბრალოდ ერთობა და თამაშობს. მაგრამ რეალურად Roblox-ი უბრალოდ თამაში საერთოდ არ არის. ის არის უზარმაზარი ონლაინ პლატფორმა, სადაც ყოველდღიურად შედის მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან. და აქ იმალება ერთი რამ, რაც ბევრმა მშობელმა არ იცის. Roblox-ში შენი შვილი არ თამაშობს მხოლოდ თამაშს. ის რეალურად ონლაინ სამყაროში შედის, სადაც შეიძლება სრულად უცნობ ადამიანს შეხვდეს. და სწორედ აქ გიმალავენ პირველ საფრთხეს შენ მილიონობით პატარა ბავშვის მშობელს. არა აუცილებელი რომ Roblox-ის ანგარიში მხოლოდ ბავშვს კონდეს. იქ ბავშვების აკაუნტს ამოფარებული უამრავი ზრდასრული ადამიანია. Roblox-ის მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთთან ჩათი. ეს ნიშნავს, რომ შენი შვილი შეიძლება ესაუბროს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობს. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ინტერნეტში ძალიან ადვილია თავის სხვა ადამიანად გაასაღო. ზოგი ზრდასრული ადამიანი სპეციალურად ქმნის ანგარიშებს და თავს ბავშვად ასახებს. ისინი ცდილობენ ბავშვების ნდობის მოპოვებას და შემდეგ ამ ნდობის მოპოვების საფუძველზე საუბარს აგრძელებენ სხვა პლატფორმებზე. ეს პრობლემა მხოლოდ Roblox-ში არ არის, მაგრამ ასეთ დიდ ონლაინ თამაშებში ეს განსაკუთრებით ხშირია. მეორე პრობლემა არის თამაშების კონტროლი. Roblox-ში თამაშებს არ ქმნის მხოლოდ თავად Roblox-ი, ანუ კომპანია. მათ ქმნის თავად მილიონობით მომხმარებელი. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად იქნება ახალი თამაშები. ყველა მათგანის ეფექტური კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. ზოგ თამაში შეიძლება იყოს ძალადობრივი სცენები, 18+ თემები და ზოგადად კონტენტი, რომელიც პატარა ბავშვისთვის ნამდვილად არ არის განკუთვნილი. გარედან ყველაფერი ისედაც ბავშვურად ჩანს, მაგრამ შინაარსი ზოგჯერ სრულიად განსხვავებულია. მესამე პრობლემა არის ფული. Roblox-ში არსებობს ვირტუალური ვალუტა Robux-ი. და მე ჩემ ვიდეოებში ბევრჯერ მithქვამს. ამ ვალუტით ბავშვები ყიდულობენ ტანსაცმელს, ნივთებს და სხვა ელემენტებს თამაშში. ბევრი ბავშვი ცდილობს Robux-ის სწრაფად მიღებას და სწორედ ამას იყენებენ თაღლითები. ინტერნეტში უამრავი გვერდია, რომელიც მათ პირდება უფასო Robux-ებს, მაგრამ რეალურად ასეთი საიტები ხშირად აკეთებენ ასეთ რამეს. იპარავენ ანგარიშებს. ბავშვებს შეყავთ თავიანთი მონაცემები და ზოგჯერ შენი საბანკო მონაცემები შეიძლება შეიყვანოს შენმა შვილმა და შემდეგ ის ვერ შევა საკუთარ პროფილში, მაგრამ წარმოიდგინე, რომ ეს არაა მთავარი პრობლემა, შენი საბანკო ბარათის მონაცემებიც შეიძლება თაღლითთან მოხდეს. მომდევნო პრობლემა არის ბულინგი, როგორც ყველა ონლაინ სივრცეში, აქაც ბავშვები შეიძლება გახდნენ დაცინვის ან შეურაცხყოფის მსხვერპლი და ონლაინ ბულინგი ხშირად უფრო მძიმეა, რადგან ის შეიძლება გაგრძელდეს ნებისმიერ დროს. და მომდევნო პრობლემა არის დრო, რა თქმა უნდა, Roblox-ში ძალიან დიდი დრო იხარჯება ბავშვების მხრიდან და ეს დრო უნდა ხმარდებოდეს მათ სწავლა-განათლებას. თუმცა ყველაზე მთავარი პრობლემა Roblox-ის შემთხვევაში მაინც ის არის, რომ ის თამაში გარედან ძალიან უწყინარი ჩანს. ფერადი პერსონაჟები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ყველაფერი უსაფრთხოა თქვენი შვილისთვის, მაგრამ რეალურად ეს არის უზარმაზარი ონლაინ საზოგადოება, სადაც მილიონობით უცნობი ადამიანი ერთმანეთთან ურთიერთობს. ეს არ ნიშნავს, რომ Roblox-ი აუცილებლად ცუდი თამაშია. იქ ბევრი კრეატიული და საინტერესო თამაშიც არსებობს. ზოგი ბავშვი კი იქ თამაშების შექმნასაც სწავლობს, მაგრამ პრობლემა იწყება მაშინ, როცა მშობელმა საერთოდ არ იცის, რას აკეთებს მისი შვილი Roblox-ზე. ამიტომ სპეციალისტები ერთ მარტივ რჩევას აძლევენ მშობლებს. არ აუგზავნოთ ბავშვს თამაში ისე და არც ნებადართოთ ისე, რომ საერთოდ არ იცოდეთ, რა ხდება იმ თამაშში. ჯობს ნახოთ, რას თამაშობს, გამორთოთ უცხო ადამიანებთან ჩათი და პერიოდულად გადაამოწმოთ მისი აქტივობა, იმიტომ რომ ინტერნეტი შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ბავშვებისთვის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა უფროსებიც შვილების მიმართ ყურადღებით არიან. ამიტომ სანამ ბავშვს ტელეფონს ან პლანშეტს მისცემ, დაუსვი მას და შენ თავს ერთი მთავარი კითხვა. სინამდვილეში რას თამაშობს შენი შვილი? ზოგჯერ ეს ერთი კითხვა საკმარისია, რომ ბავშვი ონლაინ სამყაროში ბევრად უფრო უსაფრთხოდ იყოს. თუ მსგავსი ვიდეოები მოგწონს, გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო.